ხო, მეგობრებო, და გახდა 8 საათი და ეხლა გადავიდით, აბა აქვე ვართ. 15 საათზე დავაყენებ ისე უკუცლას, გავხსნე ისევ სმენას, ახლა დაიწყო, კი დაიწყო. და ნახეთ ხა სანამ ჩაკუჩებზე დავაყენებ. 15 საათი და 10 წუთია ვდგევარ, ხო? აი 15 საათი და 10 წუთია. და ეხლა გუშინ მაგალითად აქ რო ვერ გავჩერებულიყავი და რომ დომებოდა იქ გადასვლა. ეხლა აქ რო დავიწყო ამის გაკეთება, აქ მანქანები შედიან და ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ კაი ხანი დამჭირდება, მაგრამ რამე რო იყოს, საშუალება ამისია ამ ხრივ არის, რომ აი ჩააგდოს სიჩქარეში და მანქანა დაძრათ ცოტა ხანი და გააჩეროთ რა. აი მანქანა ესე დაძრათ ნელა და გააჩეროთ. თქვათ 1 წამი რო გავიდეს. აი აქ არაფერი შეცვლა, ხედავთ? კიდე რო დავძრათ და გავაჩეროთ, თქვათ აი ესე არაფერი შეცვლა. და თუ ასე დაძრავთ, გააჩერებთ, ოღონდ წამი, 2 წამი გაჩერება ჭირდება ხოლმე, რომ ახომ აღიქვას, რომ მანქანა არ მიდის. მაგრამ დაახლოებით 5-6 აი ესე დაძვრის მერე ჯობია რომ მანქანა ჩააქროთ. ან თუ რაღაცა მოხდა და აგინთოთ ეს რა ქვია, დაგიფიქსირათ აქ რო აი მოძრაობ ან რაღაცა, ხო? აი ეს თქვენ შემთხვევაში მაგალითად ნოლები რო გეწერო, შეიძლება ეს გაგინულოთ ეს ციფრი რა. მაშინ ჩააქვეთ მანქანა და არ დაძრათ კაი ხანი, მაგრამ კაი ხანი რა 1-3-4 წუთი. და ის რაც დაგიფიქსირებთ, იმას წარშვეს და ხელახან 0-0 დაწერს. აი ასე შეგიძლიათ, აი წარმოიდგინე რამდენი გამოვიარე ხა იმ ბორდიულიდან. რამდენი ხანია გელაპარაკებით, 1 წუთში გამოვიარე ამდენი. ანუ აქიდან იქ რამე რო იყოს გადახვალთ 5 წუთში, ხვდებით? აი არ შევა არაფერს რა. და ეხლა უნდა ჩააქროთ იდეაში აი ესე. ცოტა ხანი დაელევთ 1-10 წამი და გააგრძელეთ. თუ ვინცობა აი ესე წევთ და დაგიფიქსირათ, ეგრევე ჩააქრეთ მანქანა და დაელოდეთ. კიდე გადატვირთავს და მე ისევ გააგრძელებ და ნუ აი არის ხოლმე ხანდახან შემთხვევა რომ რაღაც რო გააჩერებ, დაგიკაკუნებენ ან გერმანიაში ან სადღაც რო მოდი ხა მე ამას ბარემ ჩაკუჩებს დავაყენებ. დაგიკაკუნებენ გერმანიაში და გეტყვიან რომ ისაო რა ქვია, აი გაიყვანე ან რაღაცა ნიქს გადააყენე რა. აი ესე შეგიძლიათ ბოლო-ბოლო წვალებით, მაგრამ ტახოს დაურღებლად გადააყენოთ მოკლედ. აი წავით ახლა ჩვენ ჩაკუჩზე ცოტა ხანი იდგეს 1-2 წუთი. ხო. და ჩაკუჩზე დაყენება რატო არის იდეაში საჭირო, რომ რამე რომ მოხდეს, ხო? და თქვათ ავტოსაგზაო შემთხვევაში შეგექნათ ან რაღაცა და სხვადასხვა სიტუაციის გამო, მაგალითად ავტოგამომართავობის გამო ან რაღაცა სადაზღვეო ადრეო ვიღაცასო ეგრევე არა უნდა ზღაურესო და რა ვიცი, ვაკეთებთ ხოლმე ამ ჩაკუჩზე, ჩაკუჩზე რო დააყენებ, ეს ნიშნავს რომ მანქანა შეამოწმე, როცა შენ წახვედი. სანამ დაიძარი, მანამდე შეამოწმე და იმ ზღოლს მოედავნენო, რომ აი შენ რომ ჩაკუჩზე დაგეყენებინაო, მანქანა შეამოწმები და აღმოაჩენდიო რაღაცა თქვათ იქ რაღაც ჩამოვარდნილი რო იყო ან საბურავი რაღაცა, ამ მნიშვნელობა არ აქვს და ამ შემთხვევაში სადაზღვეომ არ გადაუხადაო ადრეო რაღაც კომპანიასო და მე თავიდან ესე მითხეს და მის მერე ესე ვაკეთებ, თორე ჩემს ირგვლივ იმეს ავტოსაგზაოს შემთხვევა რომ ესეთი და რომ დაფიქსირებულიყო, ეგეთი რამე არავინ არ გამიგია ხა. ცოტა რაღაც გამოუსვიათ, იქ პაკაშას გაუხეთქიათ ვიღაცებს, რაღაც პრიცები გამოუდიათ რაღაცაზე, კი ბატონო, პატარები ყოფილა ეხა დამწყებებისთვის, მით უმეტეს ისეთებისთვის, ვინც არის, მაგრამ ანუ მოკლედ რო თქვათ, ეს 3 წუთი ჩაკუჩებზე დაყენება, 2-3 წუთი და გინახო წუთი ნიშნავს იმას, რომ აი მძღოლმა სანამ დაიწყო მუშაობა, ესე იგი რაღაცას აკეთებ და რას აკეთებ და რო გეტყვი, ან წუთი დავიარე მანქანისტრო და შევამოწმე კარგად რაც შემეძლო, ხო? აი ამისაა ეს ჩაკუჩები მეტი არაფერი თავიდან. ხო და აგერ გუშინაც უკან ხომ ედგა ერთი მანქანა, ეგერ 2 მანქანა დგას კიდე. გუშინ ერთი მედგა, ის ჩემამდე გავიდა ეხლა. ხო და ეს ადგილას ეხლა წარმოვიდგინე და ვინ უნდა იფიქროს ეხლა პარკინგი როა, მაგრამ Google Maps-ში რომ ნახავთ რომ აი მანქანები დგანან, ესე იგი მანქანები რო დგანან, აქ ადგილებიც არის რა. ხო და ადგილები თუ არის, ავაგვაქრას თორე. ადგილები თუ არის, ესე იგი ღამე შეიძლება ახლა დღე რომ მოხვიდე და გაუჩერო შენ იკავებ 4 მანქანის ადგილს, ხანდახან 5 მანქანის ადგილს და ეს ხალხი სამსახურში ვერ შევა რა ფიზიკურად და ჰოლანდიაში და იმაში მაინც არავინ არაფერს არ გეტყვა, აი ეხლა რომ წამოვედი ინგლისში მეგონა. აი ეს გადმოსვლის მერე გადართვა არის ხოლმე ეგეთი მომენტები. და აქ ამ ხარეს მოვდიოდი ეხლა. ჰოლანდიაში და ეგეთ ქვეყნებში არ გეტყვიან, მაგრამ გერმანიაში არ დაგინდობენ რა, იმენა დაგიკაკუნებენ ყველა ვარიანტში გეტყვიან, იშნიბენ რაღაცებს, გავის რაღაც გერმანულად დაიბუტუნებენ რა მოკლედ.
აი, მოდი ახლა შევედით ჩვენ აქ და ნახოთ ერთი რას იზავენ, ეხლა მალე თუ დავცლიან ქემაინც, იმიტომ რომ 176 კილომეტრია გერმანიამდე გასავლელი. და ნახეთ, ვინც დღიურზე იქნებით, დღიურ ანაზღაურებაზე ძალიან კაია ეს თქვენთვის. ახლა 15 საათი დღეს იდექით, 4 გუშინ თქვათ, მაგრამ ეს მე არ მაწყობს, ხვდებით, მე რეისზე ვარ. ამიტომ არ ვრჩევ რეის არავის, მაგრამ ამ რეისით ხოლმე ძირითადად ერთკვირიან რეისი, ერთკვირიანი როცა გაქვს რა და დანარჩენ შემთხვევაში ყველა ვარიანტი დღიურზე მოელაპარაკებს. რომ არ გაინტერესებს ახლა შენ დაკოთავენ თუ არ დაკოთავენ, შენ ფულს მაინც გიხდიან და მე ახლა წესით აი ახლა უკვე პოლონეთში უნდა ვიყო შესული, გადასული უნდა ვიყო გერმანიიდან წესი. და აი რამდენი დრო გამეწელა წარმოიდგინეთ, ხო? მე ახლა კვირაში რა თვეში რა ხან 4 კვირა, მაგრამ 4 კვირა 28 დღეა და ის 3 დღე კიდე ხორჩება, 2-3 დღე. აი ეს 2-3 დღე დავკარგე, ჩათვალეთ ახლა. და ეხლა რომ ჩავალ, უკვე შაბათს ვეღარ წამოვალ, უკვე ჩემი რეისები ან ორშაბათს ან სამშაბათს დაიწყება, სავარაუდოდ ორშაბათს დაიწყება. აი მოვედით აგერ და ვნახოთ ეხლა რა გვეტყვია. მოკლედ აი მოფიში ვიყავი. ეს 52A ან 52BO, რომელსაც ნახავ რამპასო ცარიელსო, მიაყენებ. და დაიმას იზავენ და დაცლიან და მე საბუთებზე მე აქ მოდი. თვითონ ჰოლანდიაში ძალიან იშვიათად რო ნახო. ჰოლანდია, ბელგიაში ესე ცოტა მოუწესრიგებელი ასფალტი და ხრეში და რაღაცები, ეს იშვიათად რო ნახო. მინიმუმ 100 მაინც უნდა იყოს, აი 100 მაინც უნდა იყოს და ეს ამოტეხილი ასფალტები და ის ხრეში და ასე რომ დავქანავდი, ეგრე არ არის ხოლმე. რაღაც უკან არისო, მოკლედ ხო რა. აქ 76 რამპებია ის. სავარაუდოდ ის არის მთავარი ოფისი ამათი, მე ეს დაამატეს და ეხლა უკან ჯერ არა აქვს მოტოციგებული, არ ვიცი. კარგათაა ეხლა. მოდი ახაც არა დიდად ჰოლანდიას რო ჰოლანდიას რო შეესაბამება ისი არ არის ეხლა ეს შეესაბამება ჰოლანდიას არ აქვს არაფრიქდო. 52 სად არის? ვაფშე სად არის აქ რამპები დო? ისევ ამათან გავიჩითი აქ გუში რო შემოვედი. შეიძლება აქ იყოს, აი ნახოთ. აბა აქ რა ნომრებია? არა, 23-ია და. ვა. 52-აო, იქ სადმე რამე დასახვევი იყო, კაცო, არა. აი წავალ წრეზე ამზადად თოთე ჩემი დრო იკარგება ისევ თორე წავალ წრეზე მე შავისკანია რა ვიდა აინც ყველაზე მაგარი სკანია არა კაცო 118 და ისინია ვა წავიდა უკან სად უნდა წავიდი აქ ერთიდან იმამდე არის სკანია ეხა ერთი რომ ყავდა იმას მე მგონი ერთ-ერთს რა იმას მე მგონი რეტარდერიც ქონდა და გორნი ტორმოზიც ეგრე არის ხოლმე ორივე და აი ეს რეტარდერს ასაც ვეძახით ჩვენ და გორნი ტორმოზ ყველაზე მაგრად მუშაობს სკანიაზე აი ყველაზე შედეგიანად ყველაზე მუშაობს მაგრამ ზოგი ისე იჭერს ზოგი ისე რა ზოგი პროსტა ხათრის გამო აქვს როცა უნდა იძახოს და ეგ არის შეიძლება არ ვარ გაზოგის ვერ გეტყვით მაგრამ სკანიაზე მუშაობს ძალიან მაგრა ეგ რეტარდერი და ასევე იყო კიდე ძველი სკანია რომელსაც რეტარდერი აქაც ქონდა და ფეხზეც ქონდა დამატებით კიდე ანუ რეტარდერი და გორნი ტორმოზი რო ვიძახი მაგას ვიძახი რომ შემნელებელი ეთყობა აქვს არ ვიცი ბიჭო აქ საჯანდაბაშია ეს 52 იქ არის ვითომ მე ესე წამოვედი და ეგერაა კიდე რაღაცა ეგერაა 52 მე ესე წამოვედი ახლა იმიტომ რომ იქით აღარ ველოდებოდი ახლა
აგერაი, აი 52 ან 52B. ხო, მე კონკრეტულად ეხლა რაც დახატეს ამას ველოდებოდი 52 ან 52B და აქ ნახე როგორ არის 52 ყოფილა საერთოდ, მაგრამ A ან B. აი ეს პატარა დეტალებში ეხლა ნუ არ უნდა იმასაკნათ, ხო? 53 იქით ყოფილი. კი ბატონო, მოდი ეხლა ჩვენ გავაჩეროთ. საათი გავაჩეროთ, რა ვიცი, მაგრამ ეხლა კარები წინასწარ გავხსნათ, იმიტომ რომ მან გავხსნათ კარები. აი ეს საბურავი როგორ არის საწევლიდან თუ არ ჩანს, ეს პატარა აწევით რა ვიცი ყოფნის რა. თუ წაარტყავს სატრიალდება. აი მოდი გავხსნათ კარებს ხა მელოდიებიან კარები გააღესო. კარებს ესე ვამაგრებთ აქ თუ არის რომ მე აღარ დაიგეთოს. აი ჩვენი პალეტები. აქ დავაყენოთ იმაზე დაცლაზე ახლა ავტომობილი ქვევით разгрузка погрузка разгрузка უკან და ოკეი და ჩემგან ის ჩამოვარდა როგორც ნახე აი ეს
Hello. Thank you. დამიძახეს ახლა ზადარიო დაცალეს მანქანა ეხა რომ დაიცალა აიწეოდა ცოტა ზევი და მაგას გავასწორებ თავიდან ყველას დაგემართებათ ეს მაგრამ რომ დააყენებთ ხანდიხან იქ რო კარს გააღებთ ხანდიხან აქ არის ხოლმე რომ ხანდიხან გერა ხშირად არის რომ აქ ადგილი არ არის რომ კარი გაიღოს რა და ამიტომ ეხა ისინი რომ ავიღო უნდა წავიდე ჩამოვიდე ამიტომ შეგიძლიათ უბრალოდ იქ რახან მანქანა არის ცოტა გადააყენოთ გვერდზე რომ კარი გაიღოს ვარა ბევრჯერ ჩახტომა ამოხტომა მოგიწევდა ცოტა ისა რა როცა არის შემაწუხებელია რა აი ეს შეგიძლია ოდნავ გადმოწიო მანქანაში ოღონდ ეს წამოიყვანო ცოტა ესე და ვსიო უკვე კარი დაიკეტება ეგარს ხო ნახეთ ხა დაღმართზე ვდგება რა თქო დაღმართი სადაზრა ადვილი არის მოკლედ ამის როდესაც რუჩნოი აქვს იქაც არ არის ძნელი მაგრამ ელექტრორუჩნოიზე ადვილია ნახეთ გას რო დავადგავ აი ავტომატურად წავიდა ხვდები აი ნახეთ მანქანა უკან მიდის მაგრამ ელექტრორუჩნოიზე რაც არ უნდა პადიუმზე იყო ადვილი არის რა მაგრამ ასევე არის რეტარდერის ამ შემთხვევაში აი ეს რეტარდერი ხო ეს არის ასევე არის ეს ნახეთ აი იკავებს მანქანას ეხლა ეს რო გაუშვა მანქანა უკან წავა ხვდებით ეს ტორმოზი გავაჩერე ასევე შეგვიძლია რაღაც მომენტებში ესე დავიკავო და ამით დავჭიმოთ და მერე გაუშვათ რა ხვდებით ესეც რაღაცა ფუნქცია აქვს ამას ამ ვოლვებზე მაქვს ეგ ნანახი მარტო აი გაუშვდა გაზ დავადგი ამიტომ დაღმართზე დამიგორდეს რაღაცები არა რა ადვილია ძალიან მოკლედ აჰა დავადგი გაზ და წავიდა მანქანა ანალოგიურია იმ რუჩნოის შემთხვევაში რომელი უამრავ ვიდეოც იყო და აღარ არის ხა და ხო მოკლედ გამოვდივართ ხა და მივიდეთ ოფისში ავიღოთ უბრალოდ სემერი და დროულად წავალ ხა ამას 76 კილომეტრზე ერთი კი კაია რომ ესე მომიწია ჰოლანდია და გერმანია და რაღაცეები განახეთ ვიდეოში მაგრამ ჩემს რეის ყოველ შემთხვევაში არ აწყობდა რა აჰა გავაჩერე ელექტრორუჩნოის კიდე თუ არ დაარტყავ რო ჩააქრობ ავტომატურად რუჩნოიზე დგება ეგ აქვს კარგი Hello I'm finished გამოვედი ხა აქედან და სიმართლე გითხრათ ეს დაცლა დიდად არ მომეწონა იმიტომ რომ 10 წუთის გამო კი არა რა ვიცი ანუ კი აქ ისია ხოლმე თავის ისინი რა ქვია დრო და ყველაფერი მიდიან თავის დროზე მაგრამ ჰოლანდიაში როგორც წესი არ ხდება ხოლმე ასე რომ არ გაგიგონ და ეხა 10 წუთის გამო კაცი ჩამოვიდა და თან მაინც მუშაობ რო კეტავდნენ კი მაგრამ მაინც არიან ხო ანუ უბრალოდ დაცლების შეწყდა და 4 საათზე და 5 საათამდე მაინც იყვნენ მაგას არიზავდნენ რა მაგრამ ეს რატო ხდება ისი და ზოგადად ეს ანგრეული რატომაც იყო იქით ღრმა ჰოლანდიაში ამას ვერ ნახავთ მართლა ვერ ნახავთ ვერცად აქ იმიტომ ხდება რომ ეს არის მაინც ეხა 9 კილომეტრი ვარ ბელგიასთან ხვდები და ეს გორაც რო იყო ეხა გუშინ ტბასთან რო ვიყავი და გორა რო ჩანდა გორა ჰოლანდიას არ აქვს საერთოდ არ აქვს გორა ხო და როცა ჰოლანდია სადმე გერმანიასთან ან იმასთან არის ახლოს რა ქვია ბელგიასთან ეგ ჰოლანდია ნახევრად ისეა რა აი ეხა აგერ წარმოიდგინე აგერ 9 კილომეტრში ის არის უკვე ბელგია ხო ანუ ეს თლად ჰოლანდიაში არ გადის იმიტომაც არის ცოტა ისე აი მოუწესრიგებლობა შედარებით რა თორე ღრმა ჰოლანდიაში იქით ეხა დაახლოებით აქედან 50 კილომეტრი რომ მოვშორდე უკვე ხო იქ ოფისები აქვს, აი სახლები ხო საერთოდ რაღაცა ზღაპრები აქვს. ესეთი გუში რო განახეთ ახლა ვიდეოში ეგეთი პატარა სახლები კი არა, ეგ პრინციპში იყო სახლები, რომლებიც არის ელიავა სახლები რა. ხა ელიავაზე რო სახლები იყო და ტიპები ცხოვრობდნენ და შლიდნენ მანქანებს და ყიდნენ, ეგეთი სიტუაცია იყო ეგ. სხვანაირი სახლები აქვს საერთოდ. პრინციპში აი პირველ დღეს რო გაჩვენეთ ეგეთი სახლები და უბნები აქვს არაჩვეულებრივი. და დაცლის ადგილები და დატვირთვის ადგილებიც აქვს, აი კარგად მოწესრიგებული, აი გესი ამოვნება, იფიქრებ რომ აი აქ მომუშავაო, ამის დედავატირეოდო. აი აქ ვიყავი გუშინ.
აი აქ ვიყავი გუშინ, აი ელიავა გაიჩნდა. აი ესე ამოვიარე, ეს სახლები გაჩვენეთ, ეს სახლებს გაჩვენეთ. აი აქ არის მოტოს დაშლები, აი აქ. და ეს ხარ ალამაზია, ხო, მაგრამ ელიავაა ჩათვალეთო. იმენა ელიავაა ჩათვალე, ხა იმენა დაშლები არ არის, ალბათ დამტროლ მანქანებს ყიდიან ან სადაზღვევს ან რაღაც ყიდვა გაყიდვა. არ ვიცი თუ ჩანს. საიძე იქ ავტო რაღაცა რო ეწერა, შედით და ნახეთ, აბა რას ყიდიან, რა ვიცი. ისაც გაინტერესებთ. მაგრამ ეხლა რაღაც ჯანდაბაში ვარ და მაინც ქუჩები, ასეთი მოწესრიგებული ქუჩები მხოლოდ იმაში არის, რა ქვია. მხოლოდ აქ არის, რა. აი ველოსიპედი მოდის ყურადღებით ვიყოთ ხოლმე ყოველთვის. ჰოლანდიაში აი ეს ნაგავი რო გდია, ძალიან გაგიკვირდება, როგორ არ გდია ეხა ხანდახან გდია ხოლმე, მაგრამ უბრალოდ გაგიკვირდება, არ ხდება რა ეგრე რა. თვითონ შენს რო აგდებდე ნაგავს, აი ჰოლანდიაში ჩახვალ და აღარ დააგდებ. და რამდენიმე ქვეყანაში, თუნდაც იგივე იტალიაში, რომელიც ძალიან ბინძურია, თუნდაც იგივე საფრანგეთში, რომელიც ძალიან ბინძურია, მით უმეტეს პარიზი. არის ბევრი კაი ადგილები და როცა კაი ადგილას ხვდები, თვითონ შენს არიზავ მაგას. აი მე ყოფილა შემთხვევა სიგარეტი მომიწევია და უბრალოდ აი ხელში მკავებია, ბიჭო კი არ დამიგდია და არ შემიგდია სადღაც. იმდენად სისუფთავე იყო, გადმოდი ჯიგარო, აი ფარები ამოთე გადმოვა. იმდენად სისუფთავე იყო, რომ შენ თვითონ გაგიტყდება რა, შენ თავთან რო არავინ ღამე რო იყო და მარტო რო იყო, შენ თვითონ არ დააგდებ, ხვდებით, ისე სისუფთავეა და რაღაცა იმენა ყველგან რო ბარდაგი და ზეზე და ვითხოვით რო ყრია ნაგავი, ხა იქ შენ თუნდაც არ გიჩნდება მაგის სურვილი, ხო ხვდებით? აი პრინციპში გამოვიარეთ რაღაც 2 კილომეტრი 3 და აგერ აეროპორტთან ჩავდივარ გვერდზე, ნახეთ. ეთყობა ჯერ არ არის ფრენები აქ, რავი რა აეროპორტია ეს. რაღაც ის არის ეთყობა. აი პრინციპში ჯდება რაღაცა იქ ელოდებიან რაღაც ეგრე. მაგრამ არა ვერ ვხედავ მე აქ ვერაფერს, აქ რომ დაждომები იყოს ახლა, აი მთელი რიგი თვითმფრინავები იქნებოდა, მაგრამ ეს რაღაც ქუთაისის აეროპორტებითაა, ძალიან პატარაა რაღაც. აჰა, გუშინ რახან გაიწელა ის აი გამოვატაროთ, ეხლა მანქანა არ გადავიდეთ. გუშინ რახან გაიწელა აქ დატვირთვა, ეხა მომწერეს რომ ჩემი დისპეჩერი ხო არ არის, ეხა ვიღაც საერთოდ პოლონურად წერს და იმ პროგრამით თარგმნი ჩაულებრად და მე Google-ით ველაპარაკები, Google Translate რუსულად მიწერს, მე გადამითარგმნე და ასე კომუნიკაცია ხა ვიღაცასთან დროებით დღეს. ხო და ამა რა ქნას. ხო და ამიტომ ეხა გავჩერდები იმაზე, რა ქვია, სადმე პირველივე პარკინგზე. აი პატარა წყვეტილი ზოლი, დიდი წყვეტილი ზოლი, ზნაკი. ხვდებით? როცა ზნაკებს გიჩვენებს და პარკინგი გინდათ მოძებნოთ, შეგიძლიათ ზნაკს დააწვეთ. აი ეს შეგიძლიათ ზნაკს დააწვეთ. და პირველივე პარკინგს აგერ ნახავ 2.6 კილომეტრზე. გზაზევეა, კი ბატონო. რამეჟდუნში ბუდ მაჩაც და ეხა პირველივე პარკინგზე შევა და გავჩერდები და ველოდები, ერთით მაწყობს. იმიტომ რომ ისეთ თვირთ მაინც მომიძებნიან, ეხლა რომ პირდაპირ პოლონეთში წავიდე და გერმანიაში დასვლა თუ აღარ მომიწევს. თან ეხლა შეგახედებთ იმას, ერთი ცუდია რომ გერმანიას ვერ გაჩვენებთ და მისაბმელიანი მოტოციკლეტი ნახე. ბევრია ძალიან ბევრი დააცრევს მოტოციკლეტი მისაბმელებს. ნუ მოტოციკლეტი თუ ვინმეს ყავს, აგერ მეორე კიდე მოტოციკლეტი თუ ვინმეს ყავს, ჰოლანდია არის ის ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ თავამად იყიდოთ და ისი ამონოთ აქაური გზები და აქაური მაქსიმალური უსაფრთხო მოძრაობით.
კი მთელ ევროპაში მაქსიმალურად უსაფრთხო მოძრაობა, მაგრამ ჰოლანდიას გამოვყოფთ. აქ თუ რაღაცა 10 ბალიანიდან 9.9 შეიძლება დაუწერო ქვეყანას, ეს არის ეს ქვეყანა. როგორც გითხარით, იტალიაში რა საქართველოსავითაა, ყველა შენ გიმიზნებს, რომ სამოტოციკლეთ მოძრაობ, ყველა შენი მტერია, ყველაფერი შენი მტერია, რა ვიცი, ხე, ველოსიპედი, ადამიანი, მანქანა, ავტობუსი, ყველაფერი შენი მტერია, რომ მოძრაობ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საქართველოში, ასევე იტალიაშიც. ჰოლანდიის პარკინგებიც მოდი ახლა ვნახოთ. აგერ ბევრია პარკინგები რა. აქ ეხლა რა თქმა უნდა არ იქნება ისეთი კაი პარკინგები და დიდი პარკინგები, მაგრამ ჰოლანდიას მინუსი ერთი რაც აქვს, რომ იშვიათად, ძალიან იშვიათად, რომ ყველა იმაში იყოს აბაზანა. ძალიან იშვიათად. თითქმის არ არის ხოლმე. ბენზინგას სამარსადგურებზე აბაზანა და სხვაგან თითქმის ყველგან არის ხოლმე. ბელგიაც დიდად ვერ დაიკვეხნის, ეხლა ეს რახან შემოვედი, აქ გონია რომ სხვაგან მივდივარ, იმიტომ იძახის მაგას. ბელგიას დიდად ვერ დაიკვეხნის, მითი რა ქვია, აბაზანებით, მაგრამ საფრანგეთში მაგალითად ყველგან არის და უფასოა. გერმანიაში იშვიათად უფასოა, მაგრამ ფასიანია, დიდი არაფერი ისეთი არ ღირს. პოლონეთში თითქმის სულ ფასიანია ხოლმე, მაგრამ იაფი ღირს, ლოტებია იქ. ეს რაღაც ბანძი პარკინგია, მოდი ახლა დრო მაგ და სხვა პარკინგზეც წავიდეთ, იმას კილომეტრში წავიდეთ, იმასაც შეგახედებთ. ეს ახლა პატარა მანქანების პარკინგია, აქ დიდი მანქანების პარკინგია. ნუ აი გეუბნებით, აი ჰოლანდია ეს არ არის რა. ეს ჰოლანდია არ არის. იმიტომ რომ აი რო განახოთ ძალიან ახლოს ვარ საზღვართან, ხო? აი ნახეთ, აი ეს ნაცრისფერი ხაზი რაც არის, ეს არის უკვე ის რა ქვია. აი აქით არის გერმანია, აქით არის ბელგია და აი მე სადა ვარ ნახეთ. აი პრაქტიკულად გერმანია და ბელგია შუა ვარ, აი შემოტეხილი ადგილი აქვს პატარა ჰოლანდიას. პრაქტიკულად ჰოლანდია არის აი ეს გერმანია, ეს ბელგია წარმოიდგინეთ. აი ეს არის ჰოლანდია და ეხლა მართლა აქით გერმანია, აქით ბელგია და კიდე კაი სიტუაციაა თო. მართლა კიდე კაი სიტუაციაა. აი გავიხიდეთ, აქ დავადგით გაზი. ბოლომდე კრიფავს სიჩქარეს და აი ამას ვიზახი, რომ აი აქ ასაკრეფი მანძილები, ეს წყვეტილები, იმიტომაა, რომ იქაც შეანელო და მე აქაც აკრიფო. აი დაფიღავ ტიპს. აი ეს მანძილი არის ასაკრეფი, აი წარმოიდგინეთ ახლა 60, აი მან ფარები ამითო გადმოდიო უკვე. 60, 80 და უკვე 80-დან უკვე შეიძლება აქ ნაკაჩი ჩადგე, რა თქმა უნდა, მადლობა მოუხადოთ. 80 უკვე შეგიძლია ნაკაჩი ჩადგე. ეხლა 11 კილომეტრში. მე ეს კი არ მჭირდება, მაგრამ თქვენს გამო იმავშვები ხავ, აკეთებ პირდაპირ ნახავს ზნაკს, რომ 11 კილომეტრში პარკინგი არის 2 კილომეტრში, 1 კილომეტრში და ასე შემდეგ. აგერაც აი მაგალითად ჩემი გზა რახანაა ეს ლურჯი, ესე იგი პარკინგი აგერაა. იმიტომ რომ ეს გადაამოწმეთ ხოლმე შეიძლება მოინიშნოთ დრო გითავდებოდეთ და გზაზე კი არ იყოს პარკინგი, შესასვლელი იყოს და იქ შეიძლება დაგიწეროთ 10 კილომეტრი და პირობითად თქვა 10 კილომეტრის გავლას უნდებით 10 წუთი, ხო? მაგრამ ის 10 წუთი მოუნდებით თუ აქედან შეხვალთ იქ, მაგრამ თუ წრეზე უნდა გახვიდეთ იქ შუქრიშანი დაგხვდება, დროს ხო კარგავთ, როცა საერთოდ დრო გითავდებათ. ამიტომ აკონტროლეთ ხოლმე ეგ თავიდან, თორემ მე ეგეს არ დაგჭირდებათ. მე ბევრ ამას თვითონ აიწყობ დროს. ეხლა 85 დრო დაგიდა ჩემი მანქანა სხვანაირად თვლი დროს, ეხლა სხვანაირად. ეხლა მაგალითად შეუფერხებლად რო ვიარო, საათში გადის 90 კილომეტრს, ხო? ანუ 10 წუთში გადის 15 კილომეტრს. ასე ვითვლი. თუ ვიცი რომ 10 წუთი მაქვს დარჩენილი და 15 კილომეტრი და პარკინგი, ესე იგი მანდ ვერ შევალ, იმიტომ რომ შესვლასაც ხო დრო უნდა. მაგრამ თუ ხედავ რომ პარკინგი 12 კილომეტრშია და 10 წუთი მაქვს დარჩენილი და თან გზაზეა და თან არ არის გერმანია და რაღაც ისეთი რომ არ დამხვდება და ღამე არაა და დღე არის 12 კილომეტრზე მაგალითად 10 წუთში ჩაულებრივად მივდივარ და პლუს 2-3 წუთით რჩება იქ შესანელებლად, შესასვლელად, თქვათ მანქანის შესასწორებლად და ასე შემდეგ. 85-ზე ცოტა ნაკლები კილომეტრები უნდა გათვალ თუ მაგას გააჩნია და ამუღამებთ რა, ზოგი მანქანას 85 წერს, მაგრამ 84 დადის, ზოგი 90 წერს და ჩემი 99.9 დადის, მე რაც მაქვს ნანახი, სულთა 90 არ დადის, იმიტომ სულთა 90 სხვა მანქანები დადიან, განსაკუთრებით რენოები, ეს იგივე ვოლვო რაც არის. აი აქ წინა აქ დიდი მონიტორი, ამხელა მონიტორი, რომელზეც აწერია კრუიზი, ახლა როგორც მე მიწერია ეგ 90, იმათაც უწერია 90 და დიდია და აბგონს რო უკეთებ, ძალიან კარგად ჩანს, ზედმეტად კარგადაც ჩანს, რამდენით მიდის ტიპი და ხანდახან რომ ასწრებენ ჩაულებრად 90 უწერიათ.
მაგრამ აი კიდე არიან ტიპები რომ ნაჩალჩარი აქვს რაღაცა და ოდნავ მასწრებენ კი არა, ავიცი, ისე მასწრებენ როგორც ავტობუსები. ეხლა ეს ავტობუსი საკაიფოდ გამასწრებს, იმიტომ რომ 100 დადის. ჩვენ 90-ზე მეტით ვერ დავდივართ. მე კი 85-ით მივდივარ ეხლა აგერ. მაგრამ ეგ ეს ნელა მოდის, მაგრამ მე თუ ბოლომდე მივდივარ 90 და 10 კილომეტრით ავტობუსი გასწრებს, საკმაოდ აი შესამჩნევია, რომ უკვე აი ესე გადის რა ტიპი რა. აი ესე გადის დაახლოებით ტიპი. და ეხლა ესე რომ ტრაილერი გასწრებს, შენ 90-ით მიდიხარ, ეხლა ეგ ხო არ რეალურია, რომ რაღაც 90-ით მიდიოდეს ეგ რაღაც აქვს ნაჩალიჩარი, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ესპანურ და რუმინულ მანქანებს და მერეა პოლონური და იტალიური ნომრებზე მანქანებს. აი კიდე მოტოციკლეტები, ნუ აი ეს ქვეყანა არ ვიცი რა, მოკლედ სამი მოტოციკლეტებისთვის არის რა, ზამთარ ზაფხულად. წვიმა არის ხოლმე უბრალოდ მაგალითად როტერდამში სულ წვიმს, აი სულ წვიმს როტერდამში. ტილბურგშიც ხშირად წვიმს ხოლმე. თვითონ ან მოტოციკლეტით რო დადიხარ მაგას გულისხმობ, თუ თვითონ წვიმა მოსაბეზრებელი წვიმა რაღაც არ აქვს, ისე აი ისე რომ დაასწრებდე და დაალპე ეგეთი წვიმები აქ მე არ მოყოლი ვარ რა. 60 წელს გაჩერდება, შეიძლება მაგარი წვიმას დაიწყოს კი ბატონო, აქ არ შეიძლება მანქანის გასწრება ბოდიშით. შევყევი ლაბარაკს, იმიტომ გამახსენდა რომ ზნაკი არის ელექტროჩართული, ეგ რო არ იყოს ჩართული შეიძლება გასწრება ჩაულებრივად და ეგ რო არ იყოს ჩართული სავარაუდოდ მარტო ამ ზოლზე ატარებდნენ მანქანებს ამ ადგილას X-ი იქნებოდა წითლად რომ ანუ აქ არიაროთ რა. აი მოდი აბა შევიდეთ შემდეგ პარკინგზე. აი ასევე მაგალითად ნახეთ რაღაცამდე მივდივართ ხო აი ეს დროშა არის პრამეჟუტკას რო ეძახით ჩვენ შუა მონაკვეთით როგორ გამოდის ეგ არ ვიცი. რო გავიგოთ რამდენი დამრჩა აქამდე რა. ისევ აი ამ სამ წერტილს ვაწვევით ქვევით ობზორ მარშრუტა, სპრავკა ო მარშრუტე და ნახეთ აი დროშაზე მიწერს 6.2 კილომეტრს. და გიწერს ყველაფერს აი 6.2 კილომეტრში. აი ეგ შენი მონიშნული ადგილია, შეიძლება მეორე მონიშნული ადგილი ქონდეს იქით სადმე 50 კილომეტრში, 6.7-ში მე უკვე ბანია, მე 17 კილომეტრში გვირაბია, რომელიც 2 კილომეტრია, მეორე 450 მეტრი გვირაბი და ყველაფერს გიწერდა, ნუ ინფორმაციულად იცით რა, იმიტომ რომ ვიღაცებს უთქვიათ როგორ დადიხარ, ანუ ეგეთებიც არიან როგორ დადიხარ ევროპაში, როგორ დავდივარ და ვიცი მთელი ევროპა ზეპირად როგორ დავდივარ. როგორ უნდა დავდიოდე ნავიგაციით და ნავიგაციამ ყველაფერი იცის, რომ ნავიგაცია არის როგორნაირი, მაგრამ არიან ეგეთებიც რომ მაგკითხვას სვავენ, რომ არ იცი რაღაცო აქ საქართველოში კი არა და იქ როგორ აგნებ კი მაგრამ ამდენ ადგილებს ხო ნავიგაცია კი მაგრამ მაინც ყველაფერი აგერაა და ამის გარშე აქ ვინ ივლის და ამის გარშე აქ არავინ არ დადის თუ ახლო მანძილებზე არ დადიან ყველას ნავიგაცია აქვს ჩართული რო დააკვირდეთ მონიტორებზე ყველას აი თითქმის ყველა რომ მართლა ნავიგაციები აქვს ჩართული ან ტელეფონები უდევთ ეხლა ვინც აქ ცხოვრობს და გადადის და იქ მუშაობს ან აქ დაიბადა გაიზარდა ხომ არა ძირითადად ავტობანებზე რო უყურებთ ესე იგი რაღაც შორმანძილზე დადიან და შორმანძილზე ვინ იცის ეს ევროპა მაგრამ ეგეთებიც არიან გეუნებით ყველანაირი ისეთი შეკითხვები მოდის ხოლმე ხანი გაგიკვირდებათ რა მაგრამ არა უშავს რას იზავ როცა არ იციან დასვით კაცო შეკითხვა და გაგცემთ პასუხს არ არის პრობლემა მოკლედ მოახლოვდით ჩვენს პარკინგს აგერ გამოსასვლელია მანქანების ეს პატარა წვეტილი ზოლი კი გვეუბნება რომ იქ სადღაც ეს გზა იყოფა და სადღაც რაღაცა ხდება გადასასვლელი არის. ანუ გარდა იმისა რომ აქით გადმოვდივართ, ეხლა აქიდან ჩვენ პარკინგზე შევალთ აგერ. მაგრამ ეს გზაც მე იქ სადღაც გადაუხურს. აი აგერ გადაუხურს. ხო, აი. ანუ ეს ავტობანი იქით მიდის, ეს ამითი მოხვდებით აქით, ამ კონკრეტული გზით ეხლა შევალთ პარკინგზე აგერ. არა მგონია ეს პარკინგიც რამე წესიერი იყოს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმას აჯობებს, იმიტომ რომ რაღაც რემონტი იყო თუ რაღაც. ხო, არა, პრინციპში ნორმალური პარკინგია რა. პატარა პარკინგი, საშუალო პარკინგი, პატარა არის, პატარა იყო ის და საშუალოა ეს. არის დიდი პარკინგები, ძალიან კაი პარკინგები. საფეხმაროები ძალიან კარგები აქვს ჰოლანდიაში, მაგრამ როგორც გითხარით, აბაზანები არა აქვთ. აბაზანები არა აქვთ. აი ეგ სატენებია, ელექტროსატენები მანქანების. კაფე ყველა ვარიანტში იქნება, რაღაც ჰოლანდიური ტკბილობები ყველა ვარიანტში იქნება. აი ხა აქ შევიდოდი, მაგრამ მოდი ხა აქ არ შევალ, გაჩვენებთ იქიდან ცოტა. ხა ჩემი საბურავი უკან აწეულია, ეგ არ დაგვავიწყდეს. ახალი მარშრუტის გამოთვლა. ხო და მოდით ეხლა აი არა გაბარიტულები როგორ არის გადმოცელილები.
არაგაბარიტულიც არის მართლა ჩვენთან ტენტიც არის, მაცევრებიც არის, მაგრამ მაცევრებს ზირთადად ორ ეკიპაჟიანები და ღამის თევა გიწევს, ორ ეკიპაჟიანზე ღამის თევა არ მოგიწევს, რო თქვა არა. აი მოდით ახლა აგერ დავდგები მაგალითად. აი აქედან რომ დავიწყოთ სიარული, აი უხეშად რო გითხრა, აი მოდი ამ მანქანა არ მომადგეს. აი ესე როცა ვეძებთ ადგილს, ხო? შორიდან, ანუ ჩვენი ერთადერთი მოვალეობა და ყურადღება გვმართებს იმაში, რომ შორიდან შევიდეთ ხალხო, რაც შეიძლება შორიდან. აჰა, აქ ორ მანქანაში შევიდეთ. აი აქედან რომ წავალთ, მაქსიმალურად თუ გვაქვს ადგილი, მაქსიმალურად შორიდან შევიდეთ, იმიტომ რომ მე ესე მოტეხვას და გასწორება იქ ყოველთვის შეიძლება. ხანდახან ძალიან პატარა ადგილია, ესენიც ახლოსგანან და შეიძლება ესე რომ შეხვიდე შორიდან და მე მანქანა წაიყვანო, ესე პრიცეპი ხო ესე გამოყვება და პრიცეპი შეიძლება იმას წაარტყა. მაგრამ ეხლა ყველა ვარიანტში ყველანაირად ადვილად შეხვალ ადამიანი. ამიტომ დაახლოებით აი ესე პრინციპს ანუ ეს გალოკა ხო არის აქედან აქამდე. აი ჩვენ რო გალოკით გავწდებით აი აქედან აქამდე ხო და ახლოებით მის მერე დავიწყოთ შესვლა მომადგა მანქანა. თან საბურავი აწეული მაქვს. ეხლა ცუდად შემოყვება პრინციპი და ნახეთ აი რა ხდება როგორ შემოვდივარ ხედავ იქ ეხლა კი არ ჩანს მაგრამ რეალურად მანძილი არის მეტრზე მეტი. და იმას გეუნებით იქ შეიძლება წაარტყა თქო მე ეგ პრინციპი თუ ძალიან სივიწროვია. აი ხედავთ როგორ გამოვიდა. და ესეც შემოდის. და უსიო უკვე ჩვენია ეს პარკინგი და ზოლებს ვეცდებით რომ ეს პარკინგი აქით წამოვიყვანოთ რომ ზოლზე ასე არ დავდგეთ და რაღაც სწორად დავდგეთ რა. ამიტომ ეხლა ვეცდები აი ესე გადმოვიდე აქით მე უკვე რესკად მოვტეხო მანქანა იქით რომ ჩემი უკანა საბურავი მივწიო იქით ის კაი ადგილას დგას. ეხლა მინდა რომ ეს საბურავი მოვწიო აქით და მანქანა ეხლა ესე რო დგას დავაყენო ეს უკანა საბურავი აქით და მეც ესე. ამიტომ რულს მოვტეხავ ახლა აქით მე გავაჩერებ რესკად იქით აუღებ რულს და გაიჭიმება მანქანა ესე რო ვთქვათ რა. აჰა, მაგრამ არ გამომივიდა ეხლა კარგად ამ ახსნებში და იმებში, ეგ არაფერი ცოტას კიდე წინ წავალ გავიხედები ვინმე არ მოდიოდეს და გავჭიმევ მანქანას და აქედან დაუმიზნებ, აი სწორ გაჭიმულ ხაზზე დაუმიზნებ, ხვდებით? წინ ხო მაგ ადგილი, წინ ყველა ვარიანტში მაგ ადგილი, ანუ იქვე კი არ დავიწყებ წვალებას, წინ წავალ, ბევრ წავალ წინ რა და გავასწორებ ამ მანქანაზე ესე გაჭიმული პრინციპით უბრალოდ წავალ უკან და მეტი არაფერი. აჰა, გაჭიმული პრინციპით უბრალოდ წავალ და მანქანა დადგება ლამაზად, ხვდებით? და თუ ცოტა ცერად დადგებით, ეგეც არაფერი კაცო, მაგრამ ჯობია მაქსიმალურად შუაში დადგეთ. ეხლა ეს ჰოლანდია და დიდია ადგილები და ყველგან ასეთი ადგილები არ არის, ხვდებით? ხო და ვიწრო ადგილებში მე მით უმეტეს ხანდახან იქაც მანქანები დგანან გერმანიაში. ეხლა მე რო შემოვედი ამ მანქანებს შეიძლება მანქანები ედგეთ და ამ ხელა მანძილი შემოსასვლელი კი არ მქონდეს მე რომ იმას ვიზავ შემოუხო იქ მანქანა მედგეს. ან შეიძლება როგორც ამ მანქანების წინ დგას მანქანა შეიძლება ამ მანქანების უკან არა, მაგრამ იქით ნაპირზე იდგეს მანქანა და მე როცა შემოვალ შეიძლება კუდი წაარტყა. ანუ სხვადასხვა სიტუაციებია რა და ეხა ეს ასეთ პარკინგზე ყველამ უნდა დააყენოს მანქანა, აი აბსოლუტურად. თუ ასეთ პარკინგზე ამ ხელა პარკინგზე სითავისუფლეში მანქანას ვერ აყენებთ, ჯობია არც ერთი წამი არ დაკარგო და წინ ესე უყურებ რა, რომ ხო ხვდებით რომ იქამდე არ მივიდეს, მაგრამ ამასაც გირჩევთ რომ ნახეთ, ეხა ის მანქანა ძალიან წინ დგას, ეს ცოტა უკან დგას. სიტუაციას გააჩნია, უკან ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, რომ გერმანია და რაღაცა უკან მანქანები დგებიან და ცოტა სხვების თუ გვაქვს საშუალება გავიცვალისწინოთ ჯობია. თუ არ და ის ეხა ცუდია რომ ეგრე დგას, ეგ სწორად დგას, არა აქვს პრობლემა, უკან აქვს მეტი ადგილი, მაგრამ აი ეს ტიპი უფრო კარგად დგას, წინ ბევრი ადგილი აქვს. და მეც ესე მოვიქცევი ეხა, მეც უკან დავიწევი, ხედავთ? რომ აი ეს ტიპი მე და ეს ტიპიც აი რამხელა მანძილები აქვს დაშორებები, ხედავთ? იმიტომ რომ მანქანა ხანდახან რო გადის, მინახია რამდენიმეჯერ პირადად მე წინა YouTube კანალზე რას აღარ არის მაგაზე მქონდა რამოდენიმე ვიდეო რომ მანქანა გადის და იმის გამო რომ ეს შორს დგას, ეხა ჩვენ რო გავალთ ესე, ჩვენ კი გავალთ, მაგრამ ეს პრინციპი მე ადგება და აი ამ კუდის მოქნევას დაიწყებს. და აი ამ მოქნეული კუდით ეს სარკეები გაუტეხიათ რა სხვებზე. აქ ეხლა ფიზიკურად ვერ მოგინო ეს ეხლა აქ მაგას ვერ იზავ, აქ იმ ხელა მანძილები აი დააკვირდით უფრო რამ ხელა მანძილია. მანქანა და მანქანა შორის არის რამ ხელა მანძილი და მე გეუნებით არის პარკინგები რომ კარს რო აღებთ, ნუ მანქანას ედება რა. და ეგეთ მანძილებზე ჯობია ცოტა უკან იყოთ, რაც შეიძლება, რაც საშუალება გაქვთ, და მინიმუმ აი ეს მეტრ-მეტრ-ნახევარი, მეტრ-20 დატოვეთ ხოლმე. და სხვა რო გავა, ადვილად გავა. და თქვენ შეეცადეთ ისეთ ადგილას ამოუდგეთ, რომ ესე წინ არ იყოს მანქანა, იმიტომ თქვენთვისაც ძნელია მერე გასვლა. და თუ გონიათ, რომ იქ რამეს მოძლებთ და თქვენ ამას გაიგებთ, ცდებით ვერაფერს ვერ გაიგებთ საერთოდ.
ჩვენ გვიტყვია მერე და ვიღაც გოლებს დაუსიგნალებია და ეგ აჩერიდან რომ ვერ გაიგებ ვერაფერს ის უკან რა სიზავს პრინციპი ვერაფერს ვერ გაიგებ საერთოდ ასევე მაგალითად უკან ზანი რომ მივდივართ ხანდახან რო ველოდებით წინ დაცლებს დაინებს არის ეს ბორდიულები რომ ეს პაკაშკა უნდა მიადო და ისე ნოპრო ესე ჩერდები მაგრამ ხანდახან ის უკანა საბურავი სამი საბურავიდან ისე გადაივლის იმას ვერც კი გებულობ უკან რა ხდება მოკლედ იმის გზნობელობით მაგის გაგება ძალიან ძნელია მაგრამ არც ისეთი ის მიჩვევაა რა ყველაფერი მოკლედ პარკინგს რაც შეეხებოდა ესე არის დავკიდეთ მანქანა, როგორი Mercedes-ია. ამას ნახერები აქვს. მინიონი. შეგახედებთ ახლა დაახლოებით ახლოვანდის იმებში რა ხდება. პატარა ზაპრავკები აქვს, დიდები არა აქვს ხოლმე და მაგიტომაც არა აქვს აბანოები. მაგრამ თვითონ სიტუაცია ძალიან მოწესრიგებული და ისაა ხოლმე და საფერფარეშოებიც ყველა სულთაა. ესეთი ვოლოც ყოლია, გაგას წითელი. ესეთი ძველი ვოლოც და ძალიან ვირია ეგეც. ამ სამსახურში რომ მოვედი, თავიდან სანამ წითელ საბუთს დამეზადებდნენ, იმას შვებოდი, რა ქვია. ეს გვერდი დაჩიკები არის. შედარე ისე დავდიოდი იქ პოლონეთში მაგ მანქანით. მერე მომწეს ლურჯი მანქანა, მერე ეს ყვითელი მყავს უკვე წელიწადზე მეტია. ესენი არის სავსე. ელექტრომობილი აქ არანაირი პრობლემა არა, სადაც გნეიქცადი. მთელი ევროპა შემოიარა. ძალიან მომწონს სხვადასხვა ყვითელი ნომრები მანქანებს. ეს არის ის დაფი, მაგრამ ეს სარკიანი, ასევე კამერიანებიც არის. იქ ნახეთ სკარს და უკან იმის შორის რამხელა მანძილია. საკმაოდ დიდი კაბინაა და თან პადუშკებზეა ხშირად. ეს პადუშკებზე. ყველაზე რბილად სიგნით როზი ხარ ეს დადის. ყველაზე რბილი, ანუ იამებზე, ლიანდაგებზე იმაზე ისე გადადის, რომ ვერ იმასწავთ, ვერ გაიგებთ საერთოდ გადასვლას. აგერას ელექტრომობილის და ბევრია რა. აი მაგალითად ხა ამ შავ მანქანას ყვითელი ნომრები ძალიან მოხდება. საფერფარეში აქეთ არის, მაგრამ ფასიანია აქ. ეს წყალია მოკლედ შუაში, გვერდზე საშრობი. ეს დევს გარეთ, ახლა ვინ აიღებს, ხო? მოკლედ, ამ საფერფარეშოს ახლა იმიტომ გაჩვენეთ, რომ რო იცოდეთ ზოგადად აქ, ანუ ყველგან არ არის სისუფთავე, გერმანიაში განსაკუთრებით უფასო პარკინგებზე არ არის ხოლმე ხშირად სისუფთავე, არც ინგლისი გამოირჩევა დიდი სისუფთავით, კი არა და ყველაზე ბინძური ალბათ მანდ არის, იმიტომ რომ ბევრი ხალხის ნაკადია, თვითონაც არ არიან ძალიან ისე სისუფთავის მიმართ რაღაცა და ამიტომ კიდათ არ არის და ვიღაცა რეკავს, აბა გაგიჩავთ ერთ წამი. ხო, ანუ დატვირთვა ჩაგიგდეთ თორა და ხვალე არისო, პროსტა დატვირთვაო და მეთქი ხვალეში გარო, არ ვიცი, ხვალე შეიძლება მე დრო დამიმთავრდეს თქო იმისი. ერთი კვირის დრო თქო უნდა ვნახო თქო და ნახოთ აბა ეხა სად არის დატვირთვა. კაი, ეხა დავიძარი და გასულზეს როგორ გავდივართ. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გავიდეთ, ან ჩვენი ერთადერთი სიფრთხილე გვმართებს იქ რომ გამოვიყენოთ ყველა ჩვენი მანძილი, რაც გვაქვს. არ ჭირდება ეხა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე მაინც ესე ვიზავ. აი მაქსიმალურად გადით ხოლმე, ხო გაქვთ ადგილი, ხელს არაფერს არ კიდევ, სწორედ მიდიხარ. მაქსიმალურად ხო გადიხარ და მე მოტეხეთ ეს სრული, არსად არ წავა, ეს მგონიათ რომ აქ რამე ისეთი ხდება, ცუდი, არაფერი აქ არ ხდება. აი როგორ გაუვლის ეხლა მანქანა. და უკვე ის გამოვა და აი მაგას გეუნებთ რომ თქვენ ეხა იქით ამ ხარეს ხო არ ხედავთ, ანუ ამ ხარეს ხო ვერ ხედავთ რა ხდება. ამიტომ ესე როცა მოდიხართ და ძალიან ახლოს გახვალ თუ გააქვთ ადგილი დაახლოება შეიძლება ის კუდი წაარტყათ იმ მანქანას ვერ წაარტყავთ მაგრამ ეხა ეს მანქანა რო გავიდეს და აი ეს მანქანა ეხა რო გამოვიდეს და ესე კი არა ეს მანქანა რო გავიდეს ესე რო წავიდეს პირდაპირ
ან იმანქანას გვერდს მოდებს, ან ამანქანას იმას გააცლის. ნუ რა თქმა უნდა ესე წირო იდგეს. ან ვიწრო ადგილი რო იყოს. ამიტომ მაქსიმალურად თქვენ მოდიხართ, გააქვთ აქ ადგილი, თქვა გინათ აქ რო შეხვიდეთ, სიტყვაზე ვიძახე აქ რადგან შეხვიდე, მაგრამ აი მაქსიმალურად მოდით, მაქსიმალურად აი აქ დაიკავეთ ადგილი და შედით იქ ოღონდ რა თქმა უნდა თუ აქ რამე აკედელი არ გაქვთ, ან მანქანები არ გიყენეთ, იმიტომ როცა რესკად ტეხავთ ეს მისაბმელს ხო საბურავი უკან არა აქ ხო აქ და ეს მისაბმელი ესე იმაშვება ხოლმე იქნევს ამ კუთხეს. პარკინგებს რაც შეეხება, მოკლე წარმოდგენისთვის ეგ იყო. წავით ახლა ჩვენ დავტრიალდე და 73 კილომეტრი ესწრებს 78, ანუ 1 კილომეტრის სხვაობა როცა ესე იგი ერთ და იგივე მარშრუტია ორივე. აი ახლა აგერ ზნაკების ზევით ნახეთ, აგერაც ნახეთ რა ხდება. ჩვენ გვინდა ის A2, A25, ორი ის არის იქიდან და მარტივად ეს A2-ები და რო არ იკითხოთ სახელები, შეგიძლია და აგერ დაიწყო გადასვლა უკვე ფართეზოლიდან ხედავთ. მე ხა დავაგვიანე. ამიტომ ჩქარა არ წავალ ხა შედარებით ნელა წავალ და ვიღაცა გადავა, ვიღაცა დამithმოს. აგერ ეს მიხვდა, მაგრამ აქით მოდის და იქით გადაიწია ხა მაქსიმალურად რაც შეეძლო კაცმა ქნა, ხო? ეხლა გადმოვიდეთ ესე. და აქაც გადმოვიდეთ ესე, აღარ მოდის, всё. ძნელი ახსაქმელი ეხა ტელეფონიდან და რეალურადაც, მაგრამ ნუ ემჩნევა რომ მანქანა მოდის თუ არ მოდის თუ რა შვება, მაგას როცა განმავლობაში უკვე დაამოღამებთ. კაი, წავედით ახლა ჩვენ. ეს ელექტრონული ზნაკები ძალიან ბევრია ხოლმე, ნავიგაციაც აგერ მეუნება, ჩამქრალი მაქვს ახლა ეს ორი, ნახეთ, აქ ემჩნევა რომ აქ არის ზნაკი რო არის. ის ლურჯი არის გალურჯებული, მაგრამ ესენი ჩამქრალია. რომელიც თეთრად არის, ეგ არის ჩვენთვის აქტიური, ორი ზოლიდან აქეთა ზოლში უნდა დავდგეთ, რასაც აგვიწეს მაგალითად აი რომ თუ წაიკითხავთ ახლა აქ რაც აწერია, იგივე აწერია აქაც დო. და გადავალთ შეულებრივად აქი, დაიწყო ფართეზოლი, всё, ჩვენი გადასვლა არის. ფართეწყვეტილი ზოლი, ჩვენი გადასვლა არის. ეხლა ეგრე დავტრიალდები და წამოვალ ისე უკან. ყოველთვის დააკვირდით ხოლმე წრეზე რა ხდება. იმიტომ რომ წინასწარ იცოდეთ წრეზე რო შეხვალთ, მე იქ ბევრი გადასახვევებია ხოლმე, ხანდახანდა შეიძლება აიბნეთ და თუ აიბნებით არაფერი რა შვებით, უბრალოდ წრეზე დავდივართ ესე სანამ არ გავურკვევით, მან რა ხდება, არანაირი პრობლემა არ არის, იარეს წრე თუ წრე დაახტეთ, არავინ არაფერს არ გეტყვით. აი აქ ველოსიპედი გადასასვლელი და ფრთხილად ნახეთ, რამე არ მოდიოდეს. აი იქ შორს მოდის ახლა ველოსიპედი. და წინასწარ რო გეცოდინებათ წრეზე სადმა შეხვიდეთ, უკვე იცით რა რომ ეხა ესე რომ მოხვედი უკვე უნდა წახვიდე და უკვე რაღაცებზე აღარ გაქვს ყურადღება და აქ შეიძლება ერთი გადასახო, შეიძლება 8 გადასახვევი იყოს წრეზე და 9 გადასახვევი მხელა წრეები შეიძლება იყოს. ჩვენ უკან მივდივართ. და წინასწარ გქონდეთ წრეზე ყურადღება სად აპირებთ წასვლას. შეიძლება წრიდან წრეზე გადახვიდე და იქ 2 მეტრი იყოს მანძილი. მაგრამ ის რა ქვია წრიდან წრეზე რო გაიჩნდები და მე ისევ წრეზე და თუ არა გაქვს დანახი, უკვე ცოტა ისეთია რა. თორე წრეზე ბევრი არასწორად შედის ხოლმე და შეიძლება შეხვიდე ის ადგილას რო სოფელში და მე ადნით შესვლა სადღაც და დასატრიალებელი ან და იყოს იქი ძალიან შორს და ის ვიწრო სოფლებში არო და ნუ არავით ყველა ვარიანტში აირევით სადღაც, მაგრამ მაქსიმალურად რო ნაკლებად მოხდეს და სანამ ამ ყველაფერს აიჩვენოს, მანამდე ჯობია ესე იმასაკნად. აგერაც ასაკრეფი მანძილი რამხელა არის, ხა წარმოიდგინე დააკვირდე რამხელა ასაკრეფი მანძილი. აქ რაც არ უნდა თურთი კონდეს ყველა ვარიანტში აქამდე უკვე მოასწრებ აკრეფოს და ყველა ვარიანტში ვიღაცა დაგითმობს. ხო და ის სადაც გზა, სადაც გამოდიხარ და ესეთი რამე არა, აი რა უნდა ქნა. რა თქმა უნდა შეხტე ვიღაცასთან, მე ის გადახტეს, მე ის გადმოხდეს და იმიტომ აქ ქაოსი. ინფრასტრუქტურის ბრალია ეგ თორე ადამიანების ბრალი არა. თქვენ რა გონიათ ეხა ჰოლანდიელი როცა იყო უნდა აცხოვრო საქართველოში 1-10 წელი ჰოლანდიელი ასე ივლის საქართველოში? არ ივლის, ხო მიეჩვევა იქაურსიარულს, რასაც ხედავს იქ და რასაც აკეთებენ, დაიწყებს მაგის გაკეთებას ესეც. ისევე როგორც მე ჩამოვედი აქ და მეც რო უკვე ესე რო ვიქცევი, თორე პაპავარნიკებს საერთოდ არ ხმარობდით ყოველ შემთხვევაში ადრე ეხა იმედია დაიწყეს ხმარება. ამ სხვანაირი მანერა გქონდა, იმიტომ რომ როცა არ იცი ადამიანმა რაღაც უნდა ნახო ეს, რაც არ იცის, ან უნდა გაიგო, ან უნდა წაიკითხო, ან უნდა უყურო. არაფრიდან ადამიანი ვერაფერს ვერ მოიტანს ჰაერიდან, უნდა ნახო რა და როცა არ აქვს ნანახი და არ იციან და რომც ნახონ მე კაი ნახე მე ხა ჩავედ საქართველოში. რა თქმა უნდა ეხა რაც მივლია ისე უკვე აღარული არასდროს, მაგრამ მაინც რაღაცას ან ხო ხდები, ანუ მაინც მოგიწევს ან გაგვიანდება რაღაცა და ეხა ერთმანქანას დაელოდე, ორს არ გითმობენ, არ დათმობა არ იციან ხო საქართველოში თან ბევრმა და არ გითმობენ და მე იმას შვები რა ქვია, ეჩქარება უკვე სიონუ ბავშვს საავადმყოფოში ხავს ეგ იმდა მისაყვანი და გაგვიანდა გიგას გახვედი რა. ხო და ეგეთები ხო არის ხოლმე ხა არ უნდა ხდებოდეს ვიძახი, მაგრამ ხო ხდება, ხო ფაქტი ხა ფაქტებს ვერ შევსრულთ ადამიანებო ხო?
ფაქტია, ხა ვიტყუოთ თავები და ვიყოთ, ვერ მოვიტყუებთ ახლა თავს, რაც არის ეგ არის სამწუხაროდ. მაგრამ ყველაფერი მთლად ჩვენი ბრალი არ არის, რაც ხდება ხოლმე. მეტი წილი ჩვენი ბრალია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რაც ამაში ხელს გვიწყობენ, მოკლედ ამის თქმა მინდა.